კახეთის რეგიონში წყალმომარაგებისა და წყალარინეების ქსელებზე უკანონო მიერთებები გამოვლინდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ რამდენიმე კომერციული ობიექტი წყალს კანონდარღვევით მოიხმარდა. კომპანიის განცხადებით, მსგავსი ფაქტები იწვევს წყლის დანაკარგებს, ამცირებს ქსელში წნევას და საფრთხეს უქმნის სასმელი წყლის ხარისხს. დარღვევის აღმოსაფრხველად ობიექტებს მიეცადვა და კანონიერ რეგისტრაციაზე გადასასვლელად. მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო კომპანიამ წყალმომარაგების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურ ფაზაში აგრძელებს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანონო მომხმარებლების გამოვლენის მიზნით. ამჟამად ვიმყოფებით კახეთის რეგიონში, სადაც მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი იქნა არაერთი კომერციული საქმიანობის მქონე ობიექტები, რომლებიც უკანონოდ სარგებლობდნენ როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემებით და მათზეც კანონმდებლობის შესაბამისად შედგა სამართალდარღვევის ოქმები. კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოქალაქეებს მოგვართონ ახალი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადებით, რადგანაც თავიდან იქნა საცილებული მსგავსი დარღვევა.